რა შეტყობინებას გიგზავნიან თქვენი მფარველი ანგელოზები? აირჩიეთ ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. შავი ფერის გვარით. პირველი, მეორე თეთრი. თუ გინდათ პარათების მიხედვითაც გააკეთეთ, დააპაუზეთ ვიდეო. პირველი, მეორე. პირველი, მეორე. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. მოვიდა სამყაროს ბარათი. არკანი, აქ რჩევა შეტყობინება ესეთია. შესაძლებელია გეუბნებათ დაასრულოთ გარკვეული ციკლი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც დასასრულებელია, გარკვეული წრე, დროა შეკრათ ყველაფერი, დროა ერთ წერტილში მოათავსოთ. აქვე შესაძლებელია ვიგულისხმოთ, რომ მიენდოთ მიმდინარე პროცესებს, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, არ შეეწინააღმდეგოთ, მიიღოთ ბუნებრივად და ჩაჯდეთ ბუნებრივი განვითარების ციკლში. აქ უკვე ვხედავ, რომ ცხოვრებისეულად ძალიან დიდი, ბევრი გამოცდილება გაიარეთ, ბევრი გზა გაიარეთ, ბევრი რამ ნახეთ და უკვე დროა რომ სრულყოფილებამდე მიხვიდეთ და დროა რომ რაღაცა ძველი გაუშვათ, რაღაცა ახალისკენ წახვიდეთ ნელ-ნელა. ანუ ერთი დიდი ეტაპის დასრულების აქ ასევე სამყაროს არკანი ხშირად გვეუბნება პასუხისგებლობის აღებაზე ჩვენს თავზე, რადგან აქ ჩვენვე ვართ პასუხისგებელი და ჩვენვე ვტვირთულობთ ძალიან ბევრ რამეს ჩვენს ცხოვრებაზე და მხოლოდ ჩვენ თავებს ვეყრდნობით, იმიტომ რომ ჩვენში ამ სამყაროს არკანის თქმით არის უდიდესი ძალა, პოტენციალი, რესურსების შესაძლებლობა, რომ თავად წარმართოთ თქვენი ცხოვრება იქით, როგორც გსურთ, მართვისადავი თავად აიღოთ, თავად შექმნათ თქვენთვის სასურველი ცხოვრება, სასურველი რეალობა. ამას მიგითითებთ და გეუბნება თქვენი მფარველი ანგელოზები და თქვენი დამხმარე ძალები. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, თეთრი ფერის ქვა, ვინც აირჩიეთ, აქ მოვიდა მთვარე. ცოტა რთული მოცემულობა, მაგრამ ცადოთ და განმარტოთ. პირველ რიგში ჩაღრმავება საკუთარ თავთან, საკუთარ ფსიქიკაში, საკუთარ ქვეცნობიერში, საკუთარ შიშებში, შესაძლებელია აქ ვიღაცები უკვე ისედაც მუშაობთ ამ მიმართულებით და გააგრძელეთ მუშაობა, თუ არ დაგიწყიათ უკვე დროა რომ ჩაუღმავდეთ თქვენს თავს, განსაკუთრებით აქ შეიძლება შიშებთან იყოს სამუშაო, ქალურ მხარესთან, ქალურ ენერგიებთან იყოს სამუშაო, აქ შესაძლებელია გამოერკვიოთ საკუთარ თავში რა გსურთ. აქ გარე სამყაროში კი არ უნდა ეძებოთ პასუხები, ყველა პასუხი თქვენშია, ყველა კითხვაზე პასუხი თქვენშია და თქვენ თავიდან უნდა ამოიღოთ და ამოიტანოთ ყველაფერი. რაც კი რაიმე გაწუხეთ, ყველაფერზე პასუხები საკუთარ თავში ეძიეთ. ამ პერიოდში რჩევა ესეთია. წადით, როგორ ვთქვათ, გულის ძახილით, მიენდეთ ინტუიციას, დააკვირდით სიზმრებს, ენდეთ შინაგან ხმას, კარგი იქნება თუ ამ პერიოდში განსაკუთრებით ამას მოვსვით. გადით ამ რეალობის მიღმა, ფიზიკური, სამატერიალური სამყაროს იქით გაიხედეთ, ჩაიხედეთ უფრო ღრმად საკუთარ თავში, ცხოვრებაში, სამყარო, ანუ ცხოვრება ცოტა ღრმად შეხედეთ, უფრო შეიძლება ფილოსოფიურ ჭრილში დაიწყოთ, აქ ვიღაცებმა მედიტაციური პრაქტიკებით ცადოთ, ძალიან კარგი იქნება, რაც საკუთარ თავის პოვნაში და ძიებაში დაგეხმარებათ. გისურვებთ შინაგან სიმშვიდეს და ჰარმონია.